მოგესალმებით ჩემი ჩემპიონი გამზერება, დავბრუნდი ახლა უკვე ახალი ვიდეოთი. ამჯერად დავბრუნდი მოკლედ პოდკასტით. ხო, ამ პოდკასტის მთელი შინაარსი ვფიქრობ, ძირითადად შემთხვევაში გასაგებია. ხო, ჩემი დამახასიათებელი საუბრის სტილი, ტონი, ასევე ლაივებზე საუბარი, მოკლედ მირჩიეს, რომ ბანე პოდკასტი გააკეთეო რა. ხო და ვიფიქრე პოდკასტი რომ გავაკეთო, ხომ მჭირდება ვინმე ვისთან ერთადაც ვილაპარაკებ, მარტო ხო არ ვილაპარაკებ. ხო და ბევრი ვიფიქრე ვინ შეიძლება ყოფილიყო ასეთი. ხო და გამახსენდა ერთი სამი მეგობარი. ხო, ახლა ეს იწერება ძალიან ისე, რა ქვია, თვითონ ჩაწერის პროცესი თვითონ არის როგორი. სამ სტუმარს გადავალთ, მანამდე უნდა გითხრათ რაღაცა. პირველ რიგში სტუდიო და რაღაცები იყო მოსაგვარებელი და მაგის მოგვარება ცოტა რთული საკითხი იყო. ანუ იქ პოდკასტის აწყობა ცოტა რთული ამბავია, იმიტომ რომ კამერები ესა მოკლედ ჯერ არ დამთავრებია აწყობა. ხო და სანამ მაგ მთელ პროცესს მოვაგვარებ, მანამდე ძალიან ბევრი საქმე მაქვს. სანამ ის ყველაფერი მოგვარდება, გადავწყვიტე რომ ასე გავაკეთო პოდკასტი რა. მეგობარი სტუდიაში, თუმცა ჯერ სტუდია არ მოვიხადავს. კარგი, გამიშვა. მოკლედ გაიცანეთ ჩვენი სტუმარი. ახლა ერთ-ორ სიტყვას იტყვის საკუთარ თავზე და მე უკვე კლასიკური პოდკასტის სტილს შევწყვით. არ ვიცი ახლა რა უნდა ვისაუბრო ზოგადად ამაზე. იმიტომ რომ რავი, პირველად ვარ პოდკასტში ვაფშე რა. რანდომ პირდაპირ დავიწყოთ ბაზარი, იმიტომ რომ პოდკასტში არ ვიცი ახლა ეს რა გილაპარაკო, როგორ გამოცავ დავით. დაიგრავით დავიწყოთ საუბარი. კაი, მაშინ პირველი გითხარება როგორ ხარ ზოგადად? რავი, არც ისე ცუდად. კაი, მაშინ ამ პოდკასტში პირველი კითხვა მოდი ასეთი რაღაცა დავსვათ. დარწმუნებული რომ პოდკასტის მერე უამრავი კითხვა იქნება. მოდი პირველი კითხვა, ანუ წინა პატარა პოდკასტს პრინციპში შევწოდებ 3 წუთი თუ რაღაცა კლასიკური პოდკასტი თუ ნახე, ეგ მეინტერესებს რა. რუსულად იყო მართალი გაკეთებული და ჩემი ხმამოღებული იყო იქ რაღაცა არ მომეწონა. მაგრამ თუ ნახე, ეგ მეინტერესებს. ვნახე სიმართლე რო გითხრათ, რამდენიმეჯერ ვნახე. ინგლისური ტიტრები რაღაც ძალიან დიდად მომიჩვენა სიმართლე რო გითხრა რა. რაღაცა ძალიან დიდი იყო ეგ ტიტრები თვითონ. მაგრამ ისე საბოლოო ჯამში ბაგრატიონების საუბარი და ზოგადად ბევრი ჭვენური რაღაცა თქვით იქ. ხო, მართლა ძალიან კარგი პოდკასტი მოვიდა, თუ პოდკასტი არ ვფიქრობ, მაგას მართლა ხარ. ძალიან პატარა იყო, მე თუ მკითხა. მაგას შენ კითხვა რა უნდა, მეც ეგ ვთქვი რომ ძალიან პატარა იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში მართლა კარგი პოდკასტი გამოვიდა. სხვათა აქ დარწმუნებული ვარ, ბევრი იტყვის რა. ხო და ბარემ კომენტარებში ალბათ დაწერენ. და ბარემ იქნებ აუხსნა, რატო გაქვს ასეთი ხმა რა, აქცენტი განსხვავებული, ასეთი აქცენტი რატო გაქვს, დარწმუნებული ვარ მიკროფონში შენი ხმა კარგად ისმის და აუცილებლად დაინტერესებს ეს მაყურებელს. კარგი მეგობარო, თუ შენ თვლი რომ დაინტერესებთ, კარგი, მაშინ ვიტყვი მოკლედ დიდი ხანი საქართველოში არ ვცხოვრობდი, ახლა დავბრუნდი, ესე იგი ამერიკაში ვიყავი, მანამდე ვიყავი ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, სტამბოლიდან ანკარაში წავედი ამერიკაში, მოკლედ ახლა ხანს ვიყავი ძალიან ბევრგან რა. ხო და ხო ხტები ახლა როცა საუბარი არ გიძევს რაღაც ენაზე, თუნდაც შენი მშობლიური ენა იყოს, რაღაც პერიოდში შემდეგ გავიწყდება რა და მე ძალიან დიდი ხანი ეს ხარ უჟარყოფი ვარ. ერთადერთი ახლა შენ რომ მხოლოდ შენთან მაქვს საუბრებისიც ძალიან ისეთ საუბრები, პირადად იშვიათად ვარ ხოლმე ასე რომ ვისაუბროთ, მithom ეს პოდკასტში ამდენ ხანი არ ყოფილვარ, მეგონა საერთოდ არ ყოფილვარ. მოკლედ რაღაც საქმეების გამო ვარ გადარბენებზე სხვადასხვა ქვეყანაში და ქართულად ამბავი ცოტა რთული ხო ხდები რა ყველაფერს. ალბათ მაყურებელს ამას გაიგებს და ასეთი ეს აქცენტის ცვლილება ხმა ყველაფერს იწევს უცებ ხერში დიდი ხანი იმაში პრინციპში შენს გაქვს გამოსვლად რომ ხარ მახსოვს რომ რუსულად როცა დიდი ხანი საუბრობ, 2 საათი როცა რუსულად ისაუბრე, მე ქართულზე გადმოვთვა შენს გაგიჭირდა რა. და იქ ხდება ხშირ შემთხვევაში და როცა აქცენტი ციცვლება, მე რაღაც პერიოდის შემდეგ რა ხვდები.
კი, ანუ მივხვდი რასაც ამბობ. როგორც შენ აღნიშნე, მეც მქონია მსგავსი სიტუაცია რუსულ ენასთან მიმართებაში. ხო, 2 თუ 3 საათი კაროჩე, ანუ საუბრობდი ძალიან ხშირად რუსულად, აი ახლაც მაქვს ეს კაროჩე და რაღაცები, ანუ სანამ რუსულად დავიწყებდი ასე დიდი ხანი საუბარს, საერთოდ არ მქონია ეს მაგალითად ახლა რუსული ჟარგონები რომ კაროჩე, წომნად რაღაცები მოკლედ რა. ეგ არ მქონია, აი სუფთა გრამატიკულად საუბრობდი. ახლაც კი რაღაც რუსული სიტყვა წამოწდა, მოკლედ სუფთა ქართულად საუბრობდი. ყოველგვარი ჟარგონების გარეშე. აი და სუფთა მეტყობა მქონდა ქართულში. რაღაც პერიოდი დასაწყისში, ეს ძალიან ისე იყო. მერე ისე მოხდა, რომ ძალიან დიდი შეხება მომწია რუსულ ენასთან, ლიტერატურასთან, ახლაც მაქვს რაღაც რუსული წიგნები, სერიალებთან, ფილმებთან, მოკლედ ძალიან ბევრი რაღაცა მოხდა. პლუს ჭადრაკ, როგორც იცის ბევრმა ჩემო გამწერმაც მოჭადრაკე ვარ და ჭადრაკში ძალიან ბევრი რუსია, ამიტომ ეს ბათუმში ძალიან ბევრი რუსი იყო ჩამოსული ტურნირები იყო 1000 და მოკლედ ტურნირებზე იქ აქ თუ მოკლედ ყველგან ხვდებოდი რუსებს რა და გინდა თუ არა რაღაც დონეზე გამოლაპარაკება მიწევდა, იმიტომ რომ როცა ტიპი გესაუბრება ხო ხვდები რა. მოკლედ ახან საუბარი მიწევდა კიდევ საუბრობდი სხვა შორის ჩემმა რუსულმა ენამ ძალიან დამეხმარა ტურნირებზე მოგებაში. თუმცა ეგ ცალკე ისტორია და მაგას კურიოზად მოვყვები ალბათ ოდესმე. მოკლედ მივხვდი ხო რასაც ამბობ რა და ისე ბარემ ხომ არ გინდა ეს პოდკასტი ისქნა დააფინანსო, რავი, სპონსორებაზე ვართ არ გეტყვი, ხომ იცი? მაინც მეგობრები ვართ და პრობლემა არა მე მგონი. მეგობარო, შენ იმიტომ ხო არ მომიწვიე რომ სპონსორის გაჩითვა გინდა ასე უცებ? სირცხვილი მეგობარო რა, სირცხვილი ხა მე მაგის მკადრებელი ვარ. ეს პროსტა ხა ხუმრობით და რაღაცა. აი, გადავიდე ჩემ კითხვაზე ხა. სანამ ეს პოდკასტი აქვე დამთავრებია. მოკლედ მოდი ასეთ რაღაცას კითხავ. როგორ მოგეწონა შენი ტურნირი, რა ქვია, ესპანეთში და იქ რო იყავი პორტუგალიაში და სადღაც. ბარემ ეგეც მოყევი. კარგი, მოკლედ რა მოხდა? ესპანეთში ჩავედი, ეგ ალბათ იცი, მადრიდში ვიყავი. მან კიდევ საფრანგეთში ვიყავი, პარიზი ვნახე, ჯერ იყო საფრანგეთში, პარიზში. მე წავედი მადრიდში, მე პორტუგალიაში გავიარე უბრალოდ იმ რაღაცები მქონდა სახე, იმიტომ რომ პორტუგალიდან უნდა გავფრინჯეხავი ამერიკაში. ასე რატომ მოხდა ზუსტად ხა ეს გრძელულ შორს დაგვიყვანს. მაგრამ მოკლედ პორტუგალიაში უბრალოდ გავიარე, არსად არ დავჩენორ, ესპანეთში ვიყავი რამდენიმე დღე, მქონი 2 დღე ვიყავი. შემდეგ გადავფრინდი ამერიკაში 1 დღით. უბრალოდ რაღაც საქმეები მქონდა სალაპარაკო მქონდა ვიღაცებთან შეხვედრები და როგორც კი შეხვედრები მოაგვარე, მაშინვე გადავფრინდი ბულგარეთში. და შემდეგ ბულგარეთიდან მანქანით წავედი სტამბოლში. და სტამბოლიდან მოკლედ ანკარაში რა, აი ესე მოხდა პრინციპში. და ესე მართლა ხომ არ დაფიქრდებოდი სპონსორობაზე ამ არხის და ზოგადად ამ პოდკასტის, სადაც პირველ გადაცემაში შენ მოგიწვიე. რავი მეგობარო, ვარ შენი ხარ როგორ გეტყვი რამეზე საერთოდ. შენ თახვიცის ასე როგორ დავალებული ვარ, მაგრამ ხო ხდები ეგრე ათვიდად არაა საქმე. თუმცა ცოტა რო გაიზარდო შენი არხი, მოდი რამდენიმე ჩაწერე რამდენიმე პოდკასტი და რაღაც ნახევ თუ დააკვირვებ და ცოტა გაგივარდება და შენი არხი როცა აიწევს, მინიმუმ 1000 კონცერტზე მაინც როცა ახვალ, აი მე უკვე შეიძლება რომ დაგასპონსოროთ. იმიტომ რომ მარტო მე ხო არ ვარ ასე რომ დაგასპონსორო, აქ ჩემს კატეგორია ხალხია. ანუ რავი მეგობარო, ეხა მე როგორც ვიცი, შენი სიტყვა მანდ გადამწყვეტი და რა მოხდა შემთხვევით ვიღაცამ გავლენები ხომ არ დაკარგა? რას ნიშნავს ხვებია კიდევ შენს გარდა როგორც მახსოვს შენ ძირითადად ყველაფერს წყვეტ შენით. ერთადერთი არის რომ ხანდახან შენი ძმა შეიძლება ჩაერიოს რაღაცეებში, მაგრამ ძირითადად ხო ყველაფერს შენ წყვეტ და ვერ გავიგეს დანარჩენი ხალხი ვინ არიან, ვინაა შენ გარდა ტიპები. ხო მეგობარო, მაგრამ ხომ აგიხსენი რა? ცოტა ცნობადობა გაიზარდე და მერე სპონსორობაზე შენ უარს როგორ გეტყვი. ჯერ რაზე უნდა გითხრა შენ უარი, მით უმეტეს სპონსორობაზე. შემიძლია ახლა მაქსიმუმ სპონსორის გაგიწიო, რომ როგორც იცი 200 გამომწერზე გათამაშებას აკეთებ და რასაც ათამაშებ, აი იმ ყველაფერს მე გადმოგცემ საჩუქრად, თუ გინდა.
არა. მაგ გათამაშებაზე მე ნათქვამი მაქვს ლაივში, სტრიმზე ვთქვი, რომ ჩემი თუ ათამაშებ, მაგაში არ მჭირდება დახმარება, მაგრამ რაც შეეხება სპონსორულ საკითხს, კარგი, ნუ არაა პრობლემა, ეხა მესმის შენც ეხა ესე უბრალოდ ხომ ვინმეს ვერ დაასპონსორებ. მე თუ მიუხედავად იმისა, რომ მე და შენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ, მაინც. კარგი, მოდი შენ ძალიან მოკლედ თქვი, მადრიდში ყოფნა, პარიზში, ამერიკაში, სხვათა შორის ეგეც მაინტერესებს, ანუ ამერიკაში როცა იყავი, ამერიკაში ანუ როგორ წახვედი რა, იმიტომ რომ როგორც ვიცი, ძალიან ბევრს უჭირს ვიზის აღება და ზოგადად ამერიკაში გაფრენა და ეგეც რომ მოყვე და პლუს სხვათა შორის მეც მქონდა შემოთავაზება ამერიკაში წასვლაზე, მაგრამ ეგ სხვა საკითხია. რა სიტყვი ანუ ამ იმაზე, ანუ იქნებ უფრო დეტალურად მიმოიხილო, იმიტომ რომ ესპანეთში იყავი, პორტუგალიაში იყავი, პარიზში იყავი, სტამბულში და იმაში იყავი, ანკარაში, ამერიკაში, საერთოდ ამერიკაში რომელ ქალაქში იყავი, ეგეც მაინტერესებს. და ხო, ნუ ჯეჯებთ აი ეს თემები ვისაუბროთ. Dargi დავიწყოთ. მოკლედ. ცოტა ისეთი ისკია. ამერიკაში მეთიჯერ ამერიკის საკითხი შევეხებთ, რომელიც შეიძლება თამავიწყდეს. ესე იგი, ამერიკაში წასვლა რეალურად არც ეგეთი რთული არა, როგორც აქ ასე რთული მე რა. რეალურად საერთოდ იმასაც გაჩნია, საიდან გაფრინდები, საქართველოდან გაფრინდები თუ სხვა ქვეყნიდან, მაგასაც აქვს მნიშვნელობა რა თქმა უნდა, მაგრამ მან კიდევ ბევრი ფაქტორია. არის რამდენიმე მარტივი წასასვლელი, ან მაგალითად არის სპორტული ვიზიტი, რაც შენ თვითონაც კარგად იცან, მაგალითად თუ ჭადრაკს თამაშობ და ამერიკაში არის ჭადრაკის რაიმე ტურნირი და იქ ჩაწერო, რომ აი ამ და ამ ტურნირზე მივდივარ, ოფიციალურად გაფორმდება ყველაფერი, ჩახვარ იმ ტურნირზე, ის პერიოდი რაც ტურნირი გრძელდება ამერიკაში, იქნები შემდეგ დაბრუნდები. ესეთი წასვლა რუსეთს პენსიებში შენ შემოგთავაზეს, როგორც ვიცი, ესეთი რუსეთში შემოგთავაზეს, საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნების ის იყო, საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნები დაიშალა. ხო, ეგამდე ვიცით და მოკლედ ამერიკაში წასვლა არის რამდენიმე მეთოდით შესაძლებელი. ერთ-ერთი არის სპორტული ვიზიტი, როგორც ძირითადად შენ წახვიდოდი ყველგან, მაგალითად გერმანიაში. და არის კიდევ სხვადასხვა ბიზნესი, პოლიტიკური ისინი და მე წავედი ყველა ამ ქვეყანაში. წავედი სტუმრის ვიზიტით, ანუ ყველა ქვეყნიდან ვიხავი დაპატიჟებული, ესპანეთში პირდაპირ მადრიდში დამპატიჟეს, პარიზშიც დაპატიჟებული ვიხავი, პორტუგალიაში არ ვიხავი დაპატიჟებული, მაგრამ ნუ პორტუგალიასთან ხოჩი ხა ჩემი და ჩემი მეგობრების დამოკიდებულება ზოგადად. და ნუ პორტუგალიიდან გადავფრინდეს, იმიტომ რომ ნუ ის რაღაც შემთხვევა მოხდა და ესპანეთიდან ვერ წავედი ამერიკაში და ამ თუ მომიწია რომ ჩავსვლიხავი პორტუგალიაში და პორტუგალიდან გადავფრინდი ვიხავი. და რაც შეეხება მას თუ რომელ ქალაქში ვიყავი, ამერიკაში ვიყავი ვაშინგტონში, თუ დააგვირდი. ყველა აი ამ ქვეყანაში, თუ თურქეთში არ ჩავდით, ყველგან ვიყავი დედაქალაქებში რა. სტამბული შორის თურქეთის დედაქალაქი იყო, ეგ პრინციპში ჩემზე უკეთიცი ასეთი ისტორიკოსი ის ხარ. ხო, კიდევ რამე გაინტერესებს, ხო, დეტალურად უნდა მესაუბრა იმაზე, ხო? რაც შეეხება მადრიდში ჩემს ყოფნას, არაფერი არ დამთვალიერებია, აი არაფერი საერთოდ, ზოგადად ხომ ჩემ ფეხბურთზე დიდად არ ვგიჟდები, მადრიდი კიდევ ფეხბურთის ქალაქია. გარდა ამისა, რომ ფეხბურთზე დიდად არ ვგიჟდები, კიდევ რაღაცები მოხდა, მაგრამ ნუ მადრიდში 2 დღე ვიყავი, დიდი არაფერი. პარიზში ის მახინჯია საერთოდ. აი ეიფელის კოშკი საერთოდ არ მომძონს. ეხა დიდი ბოდიში საერთოდ ატომდომ ხანდბულში არის, ნუ დიდი ბოდიში მათ ვისაც გევასებათ. ზოგადად, რა ქვია, ეიფელის კოშკი მე საშინლად არ მომძონს. ეიფელის კოშკი ჩემიას და ვისოში ციგრებში რაღაცნაირი ეიფელის კოშკი არციც არ მომძონს. პარიზი, პარიზში უბრალოდ ის იყო, რომ აი ძალიან ბევრი არაბები იყვნენ, საერთოდ ზოგადად იცი ალბათ, რომ მე ცოტა ფრანგული ვიცი, ესპანური ვიცი. ინგლისური რუსი მოგეთ ბევრი ენაზე ვსაუბრობ, ეგ შენ თვითონაც კარგად იცი და იქ მომიწე არაბები იყვნენ, აი ძალიან ბევრი, ანუ მანდაც კი გაქონილი მქონდა შენც მითხარი მასოს, რომ ძალიან ბევრი არაბები არიან საფრანგეთში, მაგრამ პარიზში მართლა ძალიან ბევრი არაბები იყვნენ, აი ამდენი არაბი. სხვადასხვა ალაის ცეკვა არ ვიცით, თუ არა დელალი, აი ის ძალიან კარგი ცეკვა, მართლა აი ვიცი რომ მგონი ხო შენ ცეკვავდი მახსოვს მაგ ცეკვას. მოკლედ აი ძალიან კარგი ცეკვა იყო, მაგრამ აი საშინელად ბევრი არაბი იყო, თუ არაბული არ იცი, ცოტა რთულია რა, ქუჩებში გავვაცკი. მაგრამ როგორც იცი, მე არაბულის პრობლემა არ მაქვს ჩემი ძმის დამსახურებით. ხო და
ესადა ეს რაც ეხო დეტალურად მეგოხსნას თუ ქვეყნებში რა მოხდა უბრალოდ შეხვედრებზე ვიყავი არაფერი არ დამთვალიერები ამიტომ თუ ეს სხვა რამეზე ვისაუბროთ მეგობარო კარგი, ну რახან გინდა რომ სხვა რაღაცაზე ვისაუბროთ, აი ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს ის პრობლემა, რა პრობლემა შენ არ გაქვს. ეს არის ენის პრობლემა რა. ანუ შენ იცი უამრავი ენა, საუბრობ თურქულად, არაბულად, ფრანგულად, ესპანურად, პორტუგალიურიც იცი, მე როგორც ვიცი, ინგლისური, რუსული. ანუ ძალიან ბევრ ენაზე შეგიძლია საუბარი რა. მე მგონი კიდე იცი ერთი ორი ენა, გერმანული იცი კიდე, ხო? მახსოვს, გერმანული იცი კიდე. ხო, ამდენ ენაზე საუბრობ რა. და ანუ ეს როგორ მოახერხე რომ ამდენ ენაზე ამეტყველდი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს ამდენ ენაზე საუბარი. 5 ენა და რაღაც, ანუ მართლა ძალიან ბევრ ენაზე, 3 ენაზე მეცე როცა საუბრობ, უკვე ძალიან მაგარია და ანუ დარწმუნებულად ბევრს აინტერესებს როგორ მოახერხე ეს რომ ამდენ ენაზე ამეტყველდი. მადლობა მეგობარო, კარგი კითხვა. კარგი. მოდი ასე გავაკეთოთ. დავიწყოთ თავიდან. თურქულს რაც შეეხება, პრინციპში თურქული ისედაც გასაგებია რომ საიდანაც ვიცი, ისე შენ გამოგჭა ქართულიც რომ ვიცი. ნუ ქართული ისედაც გასაგებია. ქართული, ნუ ეხა მაინც ქართულმა, როგორც ქართულმა ვიცი. თურქულს რაც შეეხება, ნათესავები მყავს, თურქები და ვიცი, შენ ნათესავლაზები მყავს. ხო, ნუ ნათესავები მყავს თურქეთში. ამის გამო მომძამ თურქული, ნუ და რუსულს რაც შეეხება ეხა ისეთ პერიოდი იყო და ზოგადად ტურისტების გამო, მუშაობის გამო და ასევე რაღაც პერიოდი რუსეთში მაქვს გადარებული, რუსული უფრო მოსკოვში შევისწავლე კარგად. რაც შეეხება გერმანულს, გერმანული გასაგებია ისედაც რომ გერმანული სკოლაში ისწავლებოდა ჩემ დროს, ახლა არ ვიცი როგორა, მაგრამ ნუ ჩემ დროს ისწავლებოდა გერმანული. არაბული იმიტომ ვიცი რომ ჩემს ძმას როგორც იცი ძალიან ბევრი საქმე აქვს არაბებთან ერთად, ნაწარმოები და ახლაც ძალიან ბევრ საქმეს. მოკლედ ჩემი ძმის დამსახურებით ვიცი არაბული, თურქული ნათესავების გამო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნაცნობ მყავს თურქეთში. ასევე ესპანური სხვათა შორის ძალიან ლამაზი ენა, აი ძალიან ლამაზი ენა. თვალშიც ახლა მინდა რომ ჩინურიც ვიცოდე და მაგასეც ჩალჯობ ახლა. ანუ ვცდილობ რომ ეგეც მოვაგვარო ჩინურის პრობლემა. ჩინური და იაპონური კიდე ანიმეების გამო ძალიან შემიყვარდა რომ აი შენ უნდა მაწყებინე ანიმეები აი მაგან ძალიან დიდი ქცეღონა იქონე და ხა იაპონური შემიყვარდა. ესპანური არის ძალიან ლამაზი ენა, ფრანგული ვიცი ძალიან ცოტა და ეს ფრანგული რაც მე ვიცი ძირითადად ნუ რაღაც ის იყო ადრე ძალიან ადრე ბავშვობაში რაღაც ფრანგული ფილმი გადიოდა, რომელიც აი ძალიან ცუდი ფილმი ახლა რომ გადავხედე, მაგრამ ნუ მაშინ ხო იგივე კარგად ამისოდათ, მოკლედ ეს ფილმი გადიოდა რუსული სუბტიტრებით რა. ხო და რუსული სუბტიტრებიდან რაღაცნაირად შემომესწავლა. ხო, ესპანურს რჩება, ანუ ესპანური ვიცი დაბადებიდან და აი ეგ არის ძალიან ქრცილი ისტორია და ალბათ ჩვენთვის მოყოლილი მოქვს, არ მახსოვს მოგიხევი თუ არა. არის ძალიან გზელი, სწორედ დაბადებიდან ვიცი ესპანური. აი დაბადებიდან. ხო, ინგლისურს რჩება, ნუ ინგლისური საერთაშორისო ენა და უბრალოდ მომიცია რომ მესწავლა. და ეგ უკვე მეცად ნებებით მოხდა და უფრო რთული არის ინგლისური. თორემ აი რუსული ძალიან გამიმარტივდა. ინგლისური კიდე აი ძალიან რთული ენა და ზოგადად სიტყვების ნიშნულობა არის ძალიან ბევრი. აი ერთი სიტყვა აი 10 ან 100 რაღაცას ნიშნავს. 10,000 რაღაცას ნიშნავს ერთი სიტყვა და გააჩნია კონტექსტს. ხო და აი ეგ რუსულში არა, რუსულში ბევრად დალაგებულია, მაგრამ ხრივ სტრუქტურულად რა. და ეს შენს კარგად იცი პრინციპში. კიდევ რამე კითხვა გააქვს. კარგი, მოდი შემდეგ კითხვაზე გადავიდეთ. ჩემი შემდეგი კითხვა არის ასეთი. მაინტერესებს, როდის აპირებ რომ დახვეწო ქართულად მეტყველება, იმიტომ რომ აშკარად აი ამ პოდკასტში ვიღაცებს შეაწუხებთ შენი ქართულის მეტყველება. კი, გასაგებია ჩემთვის. როცა ამდენ ენაზე საუბრობ, ცოტა რთულია ყველა ენაზე იდეალურად საუბრობა. მიუხედავად ამისა, ქართული ხა რაღაცა ისენა ხომ არა, ქართული არის ძალიან ლამაზი ენა და წესით უფრო დალაგებლად და საუბრობდი რავი ქართულად, მე თუ მკითხავ. ხო, მეგობარო, მართალი ხარ, მაგაში მართალი ხარ, რომ რაც ეხლა როდის ვაპირებ მაგის დააგებას, ვფიქრობ ეგ ჩემი ბრალი არაა საერთოდ. ეგ ძირითადად იმის ბრალია, რომ საქართველოში ძალიან დიდი ხანი არ ვარ და ახლა რაღაც პერიოდი ვაპირებ ბათუმს ჩამოსვლას ზაფხულში.
შევხვდეთ და რავი დავდიოთ ვისაუბროთ და მგონი ბათუმში ძალიან დიდი დროის გატარებას ვაპირებ ახლა ამ დღეებში. ალბათ 1-2 თვეში იძლება მარკეტ ვიყარა 2 თვე ძალიან ბევრია ჩემთვის. მაგრამ ზოგადად რომ მიხდე ანუ რაღაცა პერიოდი შეიძლება კვირები კაუჩერდე და მე ვნახოთ რა მე გვიხარი წამიყვანს საითაც საჯირო ვიქნები. მაგრამ ჩამოსვლისას ზაფხულში ძალიან ბევრი ტურისტი იქნება და ეტაპობრივად დავხვეწ ქართულს რავი. ალბათ ასე ვისაუბრ. ანუ არც მithქოს რომ შემბრელი კი გასაგებია ყველაფერი პრინციპში რაც ისქენი, მაგრამ ხო მიხდი. ხო, ანუ იმედია რომ მართლა ჩამოხვალ ზაფხულში პრობლემა რა, რავი, ის ვქნათ ვისაუბროთ პლუს ასეთი ის იყო. კარგი, ახლა მოდი კიდევ სხვა საკითხზე გადავიდეთ. პრინციპში ახლა ძალიან მაინტერესებს ეგეთი რაღაც. სტამბულიდან ანკარაში რატო ჩახვიდა? ნუ ძალიან უცნაურია და თან მე როგორც ტრაბზონშიც იყავი და მე ტრაბზონიდან ფრინაში ასრულე. ხო, მეგობარო, ნუ ეგ ძალიან რთული თემა. ესე იგი, იქონ რომ შევსულიყავი. ნახე როგორ ასაკითხი. იმისთვის რომ მივსულიყავი ანკარაში, სტამბულში და ჩავფრინიყო პირველ რიგში სტამბულიდან. მოკლედ სტამბულიდან წავედი ანკარაში იყო პირდაპირ დაგეგმილი ხო ეგრე. პირდაპირ ანკარაში ვერ დავფრინდებოდი რაღაც მიზეზებიდან გამომდინარე. რომელსაც მე პირადად თუ ვინახეთ, მაგრამ აქ არა, პოდკასტში ან და მაგაზე ვისაუბრო. მაგრამ ნუ ხო მე იქიდან ტრაბზონში ვიყავ და ტრაბზონში ტრაბზონში შემდეგ ჩემს მასთან წავედი, იმიტომ რომ რაღაც პრობლემებში გაიხარო ბორს ყოველთვის და მე ამიცია რომ ამჯერადაც მომეღარებინა რაღაცები. კარგი მეგობარო, ნუ რახან არ გინდა ასე რომ პოდკასტში გაიგონ მაგის შესახებ. მაშინ მოდი ასე გკითხავ და ბარემ აქვე მითხარი ამაზეც. Nu me esamente que este sima tepo apasi pase que ta si dores paske peti pinti y tompen que se ten istambes ti ankarsnim. Ebere heshete pisemente que pa. Dice diste. Sí, semesito pesta que te y gongero meste etin boren peste mege piste que si dita. Esamento que pa. Dicete. Vosimete pega. Tibashito. ხო, შენ აშკარად დაგეტყო რაღაც მხრივ რომ მადრიდში იყავი, იმიტომ რომ ანუ რაღაცნაირად თითქოს ანუ ეგეც კი შეცვალე. კარგი, მოდი ახლა ცოტა სხვა საკითხზე გადავიდეთ, იმიტომ რომ ამას ცოტა რომ მოვშორდეთ ამ ჩვენს მეგობრულ თემებს და ცოტა მოდი ახლა სერიოზულ პოდკასტისკენ წავიღოთ ეპეტი კაპესო. ეპეტი ხო, კარგი, ცოტა ხანი დავიკიდოთ ეს. ესე იგი, ახლა რა მაინტერესებს? ანუ შენ თუ იცი, აი ეს ცნობილი ვიდეო მე რომ გავაკეთე, ანუ რაზე საუბრობენ ვინმე მითხარით. აი ეს ხო იცი, ლაზური საუბარი რომ ყველას აი ვიღაცას მეგრული გონიათ ვიღაცას და ასოში ლაზურია, მაგრამ თვითონ ლაზებსაც რომ უასმენდნენ, იმათმაც კი ვერ შეძლეს ამის თარგმნა რა. არა და იქ ძალიან ბევრი ლაზური ის იყო და ანუ შენი აზრით რისი ბრალია რომ აი იმ ვიდეოს თარგმნა შიგნით რაც იყო საუბარი ვერავინ ვერ შეძლო. ხო, მეგობარო. ხო, მაგის სოციალურ ეგ ვიდეო ალბათ შენს ბევრ კონცერტს არ აქვს ნახი. მაგრამ ვისაც არ აქვს ნახი, ჯობია ნახოს. ანუ რომც ნახონ პრინციპში რა უნდა გაიგო. ალბათ ლაზებმა თვითონ იმიტომ ვერ ქნეს ეგ საქმე. რომ ანუ კი ასაგებია მოასმენდნენ, მაგრამ ეგ ეგრეა თუნდაც არა. იმიტომ რომ იქ არის ლაზური, ეგ არის ძალიან ძველი ლაზური, რომელიც ახლა პრინციპში ანუ ისი ახარა. პლუს ამას რომ დავამატოთ, იქ ძალიან ბევრი აფხაზური სიტყვა იყო, ასევე მეგრული სიტყვებიც იყო, პლუს აქცენტი თვითონ. აქცენტი რა აქცენტზე ეგ საუბარი ხორჩერლებოდა. თან ეგ არის საბჭოთა კავშირის დროინდელი ჩანაწერი. და აქცენტი არის მეგრული. თუმცა შიგნით ანუ მხოლოდ 3 ან 4 მეგრული, შეიძლება 5 მეგრული სიტყვა ორევია მხოლოდ. ამის გამო ვერც მეგრელები, ვერც ლაზები ვერ გადათარგმნიან მაგას. მხოლოდ ალბათ მე და შენ ვიცით მან რეალურად რაზეა საუბარი. და ფიქრობ ჯობია ასე დარჩეს, იმიტომ რომ ანუ რა აზრი აქვს რომ გაიგონ ეგ ინფორმაცია ეგეც არ მესმის.
ანუ ეხლა მეგობარო შენ ისე თქვი ეგ ყველაფერი თითქოს რაღაცა საიდუმლო ინფორმაცია იყო შეგრეთ ხო ნუ გასაგებია ეხლა ისეთ ენაზეა თქვა ამდა ყველაფერი მაგრამ ეხლა ისე თქვი ბოლოსკე რო ანუ რო რა საჭიროა გაიგონ გონი ჯობია მარტო მე და შევიცოდეთ რომ ეგ ცოტა ხო ხტები ადამიანები როგორები არიან და მასონური რაღაც თეორიებს წამოჭიმავენ რა შეიძლება იყოს იმ ჩანაწერებში და რავი ეგ რამდენად კარგია ვერ იქით მეგობარო ეგ ძალიან კარგია თუ მართლა დაინტერესებთ დაიწყებენ იმის გაშიფრვას ნახვებით მოემატება მაგ ვიდეოს და პლუს ამას დამატებული ძალიან მაგარი იქნება რომ აი ამის გაშიფრვა დაიწყო და ბოლოს რო გაიგებენ რა ინფორმაცია შეგნით ანუ ბოლოს აი ან ძალიან გაეცინებათ ან ძალიან ნერვები მოეშლებათ მე თუ მკითხავ რა იმიტომ რომ აი იქ მყოფი ინფორმაცია აი რატ უნდა გაიგონ საერთოდ არ მესმის ჯობია მგონია გონჯობეც და სხვა რამეზე ვისაუბროთ მართად ხარ ნუ კარგი შევცვალოთ საუბრის თემა ისე რომელიმე გამოწეს დაინტერესებს თუ იმ ვიდეოში რა წერი ანუ თუ ის ვიდეო დაინტერესებს ვინმეს პრობლემა რა დაწერონ კომენტარში ლინკს ჩავუგებ შეუძლიათ ნახონ ძალიან მაგარი ვიდეოა მართლა საბჭოთა კავშირის დროს გაკეთებული ჩანაწერი აი კარგი მაგაზე სხვა დროს ვისაუბროთ ეგ ჩანაწერი როგორ ამოვიღეთ და ყველაფერი ეგ ძალიან სამყაროა მოკლედ კარგი მოდი ახლა ცოტა ისეთ თემებს შევეხოთ ცოტა რო სიღრმისეულმა შევიდეთ როგორ ავხსნა მოდი პირდაპირ კარგი მოდი ჯობია შენ თქვა ამჯერად რაზე ვისაუბროთ იმიტომ რომ აი რა თემაც მე წამოვჭერი ბოლომდე ვერცეთ თემას ვერ მივყევით მგონი ჯობია რომ შენ დაიწყო რაღაც თემაზე ლაპარაკი და მე ერთად აუყვეთ ერთმანეთს აი როგორც შევაკოწიწოთ არა მეგობარო ეს ხომ შენ პოდკასტში შენ მომიწვე ანუ შენ გადაწყვიტე რა თემას ვისაუბროთ მე პრობლემა არ მაქვს ნებისმიერ თემაზე შემიძლია გესაუბრო კარგი ნუ რახან ეგრე მოდი ცოტა ანიმეებს შევეხოთ რახან ორივე ძალიან გვიყვარს და შენი ტოპ 10 ანიმე აი ყველა დროის ტოპ 10 ანიმე მითხარი ბარე კარგი რახან ეგრე მოკლედ დავიწყოთ პირველი ადგილი აი დამსახურებით ეკუთვნის Death Note სიკვდილის დღეურს ქართულად ჩემი ასეთ აი უმაგრესი შედევრია შემდეგ არც აი ორივესთვის ძალიან საყვარელი გიასის კოდი ანუ კოდ გიას აი შემდეგ ძალიან მართლა მომეწონა და შენ გამლავის ხამისკრობა One Piece ოღონდ ახლა იმაზე არ დაიწყო კონფლიქტი მესამეზე რა დაგენელ ეს ჩემი სუბიექტური აზრია მესამეზე One Piece მეოთხე ადგილი ჩემი აზრით დამსახურებულად ეკუთვნის Bleach მეხუთე ადგილს აი უკვე დავყენებ დრაკონის მარგალიტს მეშვიდე ადგილი ეს უკვე აი ცალკისა ძალიან მომწონს აი One Punch Man საიტამა არის ძალიან მაგარი ანიმე აი შედევრი ანიმეა მართლა შემდეგ ეს ცოტა უკვე ესეთი საკითხია მაგრამ მიხვდომს ორი ეპონური არა Solo Leveling აი ძალიან კარგი ანიმეა მე თუმეტეს როცა თავი პერსონაჟი Sang Jin-woo ძალიან გავს ჩემს მეგობარს და ნოი გასაგებიას მგონი ვისაც გულისხმობ აი ძალიან გავს ჩემს მეგობარს ხასიათებით და ყველაფრით ამიტომ ძალიან მომწონს Solo Leveling მერვე ადგილს რაც შეეხება მერვე ადგილს აი დამსახურებულად მერვე ადგილს დაიგავებს მერვე ადგილი აი ჩემი აზრით და ფიქრობ შენი აზრითაც იმსახურებს მერვე ადგილს მერვე ადგილი ეს Hunter x Hunter-ს ეკუთვნის მერვე ადგილი Hunter x Hunter მეცხრე ადგილი Class Elite ანუ ელიტური კლასი და ბოლოს მეათე ადგილი No Game No Life არა თამაში არასდროს ანუ ცარიელების ეს პრინციპში თვე ანიმეიცია No Game No Life ეს მეათე და ესაა სულ ჩემი ათეული კარგი მოდი ახლა ჩემს იმას გეტყვი ანუ შენი ათეული ძირითადად თითქოს აი ყველა არა თქო უნდა მაგრამ რაღაცნაირად დამწყები ანიმეშნიკის ისიც იყო რა ვაიბი შესიმაშავე და მე როგორც პროფესიონალი ანიმეშნიკი პირდაპირ გეტყვი თუ რა ანიმებია საუკეთესო და ამაზე ვერავინ ვერ შემედავება და თუ ვინმე შემედავება თქვენ ჩემ სიახლოვეს არ გაიგაროთ პირველი ადგილი One Piece Titsuzaisu აი აუცილებლად
მეორე ადგილი ბლიჩი არ განიხილება. თუ რატომ ეს კარგად ვიცი მე და ჩემმა ხალხმა, ჩემს ირგვლივ მეგობრებმა, გარჩე ეს იციან თუ რატომ. მესამე ადგილი კოდ გიასის კოდი შედევრიანი მემართლა. შემდეგ აი ეს რო აქ არ ჩავსვა უბრალოდ არ გამოდის. Hunter x Hunter-ი, აი ძალიან მომწონს Hunter x Hunter-ი. შემდეგ უკვე აი სიკვდილის დღიური და სიკვდილის დღიური რეალურად რატომ ჩამოექვეითდა და რატომაც გახდა მეხუთე ადგილზე და არა მეოთხეზე. ამის მიზეზი არის მეორე სეზონი, Death Note-ის მეორე სეზონი, აი პირველი სეზონი იყო შედევრი და მეორე სეზონი ნორმალური იყო რა და მეორე სეზონის გამო ან პირველი სეზონის აი მთელი ვაიბი და ყველაფერი ვერ დაკარგა, ანუ ფლად ის არისო რომ ყველაფერი მიწასთან არ დამოსულა, ამიტომაც ხუთეულში არის, მაგრამ მაგისამოთ ვერ არა. მეექვსე ადგილი. ეს მართლა ვაღიარებ და სხვა გზა არა, აი no game no life. აი მეექვსეზე რა დავაყენე, ეგ უკვე სხვა საკითხია. შემდეგ მეშვიდე ადგილი სხვა Solo Leveling-ი წარმომიწევ, მაგრამ მეშვიდე ადგილას ვერ მოვახვედრებ, იმიტომ რომ აი ეგეთ დონეს ვერ ქაჩავს, როგორც მე მაწყობს. მეშვიდე ადგილას ვაყენებ Naruto-ს. მერვე ადგილი Elite Class, Class Elite, აი მართლა მაგარი ანიმეა ძალიან და ამაში გეთანხმები. მეცხრე ადგილი Monster, Johann Liberty-ის ამბავი და ბოლო მეათე ადგილი აი ეს არის ხოთ შეს ძალიან საინტერესო და სერიოზული ანიმე, რომელიც აი ცალკე სხვა რაღაცებზე დაგაფიქრებს და ეს არის მოკლედ როგორც მახსოვს, ფსიქოპასპორტი, ხო, ფსიქოპასპორტი. მეათე ადგილას არის ფსიქოპასპორტი და თუ რატო აი ეგ არის, უნდა უყუროთ, ქართულად აქვს კონოგიმას გახმოვანებული, სხვა შეს კონოგიმაზე ჩემი მეგობარია გამხმოვანებელი და აი უნდა ნახო ეს ანიმე, ძალიან მაგარია და ათეულში დაიმსახურა ყოფნა. ესიც პირველი სეზონის გამო. მეორე სეზონი, მაგის მეორე სეზონიც არ მომეწონა, დებილობა იყო მეორე სეზონი. პირველი მართლა ძალიან მაგარი იყო, ისიც იმის გამო, რომ თავარი ბოროტმოქმედი ვინც იყო, აი ძალიან მომწონდა მისი შეხედულებები და მოკლედ თავარი პერსონაჟის მოწინააღმდეგე თავარი ანტაგონისტი იყო ძალიან შედევრალური პიროვნება პირველ სეზონში და საბოლოო ჯამში ხარ დაგასპოილერებ თუ რა მოხდა. ვისაც არ გინახავთ ფსიქოპას, უნდა ნახოთ რა, ფსიქოპასპორტი არის შედევრი ანიმე. მეათე ადგილზე. ვაუ, მეგობარო, არ ველოდი ახლა სიმართლე რომ ვთქვათ ამ შენს ტოპში რამდენიმე ანიმეს. მაგრამ კარგი, ნუ ეს ბოლო მეათე ადგილოსანი არ ვიცი, მაგ ანიმეს ვნახავ, მაგრამ მე მეგონა Patriot Moriarty-ის დასვოდი მაგის მაგიბრად, უფრო ლოგიკური ხემდა, იმიტომ რომ ძალიან მოგწონს ეგ პერსონაჟიც, როგორ ვიცი. კი მეგობარო, სწორად თან Patriot Moriarty ძალიან მაგარი ანიმეა, მაგრამ ფსიქოპასპორტი რატომ დავსვი მან და ეგ არის უფრო თვითონ სახელგეუბნება ფსიქოპასპორტი, ანუ ფსიქოლოგიური ანიმეა უფრო და აი ვიცი რომ შენ ძალიან მოგეწონება. სხვათა შორის კიდევ რაღაც საკითხებზე მინდა საუბარი და მოდი მაგ საკითხებსაც შევეხოთ. იმიტომ რომ ცოტა ხანი ამ ანიმე იმასაც რომ გავს, პრინციპში რატომ უნდა გავსვით? მოდი აბა მითხარი რაიმე ანუ ანიმე რაზეც აი შეგვიძლია ბევრი ვისაუბროთ. ანუ რამე ისეთი ანიმე, რასაც ახლა უყურებ რა და ძალიან მოგწონს. ანუ მიმდინარე რამე. გააქვს რასაც ახლა უყურებ? კი, მაქვს მეგობარო, მიმდინარე ანიმე. ახლა ვუყურებ ძალიან ისეთ ბევრ ანიმეს ხოთ შორის. რამდენიმე შენც მირჩი. მაგრამ ახლა ვუყურებ ხოთ შორის აი იმას. მაჩარა ერქვა მომავლის დღიური. ხომიც ეგ ანიმე. აი ვუყურებ, აი ძალიან მაგარი ანიმეა. ფიქრობ აი 12 წელს გამოვიდა როგორც მახსოვს. და შენ გაქვს ნაყურები რამდენიმეჯერ თუ რაღაცა ძალიან კარგია როგორც შენ მირჩია და მეც რომ ნახე ფსიქოლოგიურად აი ძალიან დატვირთული ანიმეა და ფსიქოლოგიური და ზოგადად სტრატეგიების მოყვარულება უნდა ნახონ რა. because აი რომანტიკაც ისე ლაითად და ნუ ისე ლამაზად რომანტიკაც ქარეული. რა იქიც ხიბლავს და ნუ წუნს რო ვერუპოი რაღაცა იქით ანიმეა რა. თუმცა ახლა პირველ სეზონი დაუმთავრდა მეორეზე ვარ. ანუ ანიმეების უმეტესობა ზოგადად ეგ პრობლემა აქვს რომ მეორე სეზონი პირველ სეზონს ვერ ჯობია ხოლმე როგორც ეს რა პირველ სეზონი არის ძალიან მაგარი და მეორე ნორმალია რა და მე მესამე თუ გამოვიდა მესამე აი კარგია რა მაგრამ ის იდეალური არა რა აი ეს იდეალური სეზონი იკარგება პირველ სეზონის თელი ვაიბი რაღაცები ნენია ქრება ხოლმე ეს ერთ-ერთი სადაც ეგ არ მოხდა პრინციპში ელიტურ კლასში One Piece-შიც მაგრამ One Piece პრინციპში სეზონები არ აქვს სერიები აქვს ძალიან ბევრი
მოკლედ ხო ბევრ ანიმეს ჭირს ეგეთ რაღაცა და მაგის მეორე სეზონი სხვადასხვა არ გაფუჭებულა კარგი გამოვიდა ცუდი არ იყო ყოველ შემთხვევაში რა მეც ეგრე ვიტყოდი ხო რაც შეეხება იმას რომ რამდენჯერმე მაქვს იგანი მენახე არა მასე ერთხელ ვნახე მაგრამ მართლა მომწოდა დასამახსოვრებელი იყო მაგრამ ზოგადად მე ეგ პრობლემა მაქვს რომ მეორედან მესამედ როცა ვუყურებ რაღაცა ანიმეს ძალიან ვიცი აი გადახვევ მომენტებს იმიტომ რომ აი რო ვიცი უკვე სიუჟეტი ყველაფერი აი ის პირველამდელი ემოცია იკარგება მაგრამ ნუ ახლა მაგას ახლა თავი დავანებოთ ისე სხვა რაღაცებზეც მინდა ასობრი და მოდი დავიწყოთ ახლა ბარემ სამ სხვა რაღაცას გადავალ ბარემ ვიტყვი რომ ის საუკეთესო ანიმე რომანტიკაზე არის შიკამორი ვისაც არ გინახავთ მაიკადრი ზედევს ქართული გახმოვანებით რუსული გახმოვანებით ანიქს არ ზედევს არის ძალიან მაგარი გახმოვანება ორივენაირად მაგრამ პრინციპში მე უფრო ქართულს გეშჩევდით რადგან რუსული გახმოვანება არის მრავალხმიანი კი ბევრი ხმა აქვს, მაგრამ ემოციურად ქართული გახმოვანება უფრო მომეწონა, იმიტომ რომ შეიძლება ბევრი ხმა რა, მაგრამ აი უფრო ცდილობს გამხმობელი რომ ემოციურად და იქ უბრალოდ ტექსტს კითხულობენ რა. ნუ ეგ ძალიან ისეთი ისა გამხმობელზეცაა დამოკიდებული პრინციპში, მაგრამ მაინც. ხო, ნუ აი შიკამორი, მე მგონი მეგობრებო შენც გაქნახი, შიკამორი არის ძალიან მაგარი რომანტიკული ჟანრის ანიმე და ვაშეველიჩისტვას ურჩია ეგ ანიმე ზუსტად. და აი მან როგორც იცი, თავის შეყვარებულსაც ურჩია. აი ძალიან მაგარი ანიმეა. და აი ვისაც რომანტიკი ჟანრი უყვარს, აი ეგ ანიმე აუცილებლად უნდა ნახოს. მით უმეტეს აი უფრო ფემინისტებმა უნდა ნახონ ალბათ. ძალიან ისე იქნება რა, ძალიან გაუსწორდებათ, მაგრამ აი ჩვეულებრივმა ნორმალურმა ადამიანმაც რომ ნახოს, იმასაც მოეწონება. აი ხა ის ფემინისტებს რომ ძალიან გაუსწორდებათ ეგრე არა, მაგრამ ცუდი ანიმე არაა რა, ძალიან კარგი ანიმეა, რომანტიკა ვისაც ევასმეთ, ერთ-ერთი იდეალურია რომანტიკის ჟანრში. გეგი, მეგობარო, ვიცი ეგ ანიმე? მეც მაქვს ნანახი, სხვათა შორის შენი ვაშეველიჩისტვოს შეყვარებული ის მქონდა სხვათა შორის და მაგასთან გავიზიარე საუბრო ისინი ველაპარაკე მაგ ანიმეს და მასაც ძალიან მოეწონა. მან შენ საუბარში რამდენიმე შეცდომა ჯერ ეს ერთი ვაშეველიჩისტვე ასე უნდა გამოთქვა გამოთქვაში გაქვს პრობლემა რუსულ გამოთქვაში როგორც ჩანს მე მეორე ანუ შეყვარებული არაა მისი უბრალოდ წერს თორე როგორც ასეთი შეყვარებული ვკითხე სხვათა შორის და არა მისი შეყვარებული არა და ისე ვიცი ნატალის რომ ძალიან მოეწონა ეგ ანიმე. იმიტომ რომ მართლა კარგი ანიმეა და მაგასაც მე ვურჩიე რეალურად. ვაშეველიჩისტვასაც მე ვურჩიე და საერთოდ ეგ ორი აი ამ თავიანთ მიმოწერა რომანტიკას როდის მორჩებიან და შეხვდებიან ერთმანეთს მართლა ერთი თბილისშია, მეორე ბათუმშია და თან ეს მეორე ახლა. ჩემი ვაშეველიჩისტვო ჯარში მიდის. შემოწმება გაიარა ქუთაისში, ახლა მიდის ჯარში და მე მგონი კიდე кайხანი ვერ ნახავენ ერთმანეთს. და უკვე ნერვები მეშლება, იმიტომ რომ ხან აქეთ ვაშეველიჩისტვოს ველაპარაკები რაღაცა იმებზე და ეგეც მე უნდა ნახე ნატალი რა მომწედა და აქეთ რომ ნატალის ჭადრაკს ვეთამაშებიან რამე. ესეც რაღაცა აი როგორა ვაშეველიჩისტვა? აი ბიჭო what ანუ რა ხდება ბრატ? ორივე მხარე რომ თავი დამანბოს და ერთმანეთს თვითონ ისქნან არ შეუძლიათ. მაგრამ რა თქმა უნდა არა ყველაფერში მე თუ არ გამრიეს. ამიტომ მინდა რომ აი ამათ მიმოწერა დამთავრდეს და მართლა შეხვდნენ ერთმანეთს და ვიზე ვსაუბრობ ეხა ალბათ მსმენელებმა არიციან და ვინც არიცით, კაროჩე ამას გაიგებთ როცა ვლოგი დაიდება. რომელიც სხვა შორის მონტაჟდება, მაგრამ ჩემი ედიტორის გადამკიდე, მოგეთ ჩემი ედიტორს ძალიან ბევრი საქმე აქვს, არ ვამტყუნებ, მართლა ძალიან ბევრი საქმე აქვს და ვერ მოიცალა ვლოგის დამონტაჟებისთვის და თუ ოდეს მე მოიცლის, მე ნახავთ ვისევ საუბრობ. ანუ შენი და მეგობარო, შენი და შენი ედიტორის ურთიერთობაზე ბრჭედა. ძალიან მაგარი ურთიერთობა გაქვთ რა. მაგრამ კარგი, ეგ ის ვთქვათ, სხვაში დავრცელდება შეურჩო თუ ჯარში მივიდა, ხო და მართლა შემოწმებაზე რა უთხრეს რავი მაგამ ბავმა დაინტერესა ნუ რა სეტყოდნენ ხა იმათ ხო ტვინის აპარატი არა აქვს და ტვინში ჩახედვა ხო არ შეუძლიათ ფიზიკურად რო გასინჯა ჯაბრთელი ხარო რა და ჩაუწერეს ის რომ ჯაბრთელია ვარგისია всё მიყავენ რა და ბიჭო თან წარმოიდგინე როგორ ადამიანზეა საუბარი აი როგორ აგიხსნა ანუ 57 კილო რეალურად ნახე როგორი პონტი არის 57 კილოზე ნაკლები თუ ხარ ანუ 57 კილო ან ნაკლები თუ ხარ არ ვიყავ ხარ რა ჯარში ეგრეა დაასკლადებული და აი ამ ვაშეველიჩისტვას წამოდი ტიპს შეუძლია რომ იყოს ამას ნაკლები მაგრამ არა უნდა ჯარში წასვლა და სხვა შეს დაამეხარია რომ უნდა და ზოგადად ძალიან მაგარი ისა
მაგრამ აი იმას ჩემს იმას რაც შეეხება ფაშოს ხო ჯამრთელია ყველაფერი კარგათაა სავარაუდოდ მალე წავა თუ გინდა მე დავურეკოთ და რაღაცები ცოტა გავეღადავთ ჩვენებურ სტილში რაც შეეხება ჩემი ედიტორის ურთიერთობას აი ეგ არის კარში ნერვებს მიშლის ხოლმე რა ვიდეოს დავამონტაჟებ ძალიან ისე რა აი ტიპი როგორ მეუბნება იცი აი ვიდეოს რო გავუგზავნე აი ეს ვიდეო დამიმონტაჟე აი როგორ პასუხს მოიცა აი მეგობარო თან ასე მეუბნება უფროსო მეგობარო ნახე როგორი ამბავია თან უფროსოს ამბობს როგორცი აი უფროსოს ამბობს მოკლედ თურქულად და ასე ამბობს ბეი არქადაში ანუ ბატონო მეგობარო მოგეთ ბეი არქადაში ახლა აქ რა ხდება რა რომ გადავხედე გარიგს ახლა დრო არ მაქვს რა როცა თავისუფლად რომ ექნება მე დავამონტაჟებ და მეთქი ბიჭო შენ ნორმალური თუ ხარ ანუ რას ნიშნავს ეგ ფულს ხო ვუხდი ან ფულს იღებს უბრალოდ და მონტაჟის ვიდეო და ამ ბოლო დროს დავამოღალ მოკლედ მის მონტაჟს აღარ ვიღებ მხოლოდ ის ვიდეოს ეგრევე ვუშვებ და ვდებ რა ეგრევე YouTube-ზე ვდებ იმიტომ რომ აი ვიცი რომ გავუგზავნო დიდ დროს მოანდომებს აზრი არა აქვს და სხვათა შორის სანამ ამ ედიტორს ან მე და ჩემი ედიტორი მოკლედ ასე დავახლოვდებოდით და სანამ გავიცნობთ ერთმანეთს ბოლომდე მანამდე შეგიძლიათ გადახედოთ ჩემს ვიდეოებს რა მოკლედ ჩემი ვიდეოები იყოფა აი ორ ჯგუფად პირველი სანამ ედიტები საერთოდ მეწოდინებოდა მეორე როცა მე თვითონ ვაედიტებდი და აი ახლა არის ეს მესამე ეტაპი როცა ედიტორი მყავს რომელიც აი მართლა უმაღლეს დონეზე აედიტებს თუ დაკვირებული ხართ არ ვიცი მაგრამ ზოგადად მაგასთან დაკავშირებით ვუთხარი რა ანუ ვუთხარი რომ მეთქი ძალიან არ მინდა რომ იტყობოდეს ვიდეოს რომ დაედიტებულია რა აი შენი სასწავლის სკილები არ მადარდებს ვიდეო უნდა იყოს ვიდეო ანუ ვიდეოში უნდა იყოს ჩემი ხმა მე ვსაუბრობ მე ვიღებ მე ვაკეთებ ყველაფერს შენ უბრალოდ გევალება რომ აი ეს ყველაფერი შეერთო და მონტაჟი უფრო საინტერესო გახადო არ მინდა ეს სასწავლი ედიტები და რაღაცა სკილების გამოვლინებები სულ მაგაზე გვაქვს საუბარი რა და ტიპს TikTok-ზე აქვს საკუთარი ის არხი რა საკუთარი ფოლოვერები ყავს ძალიან ბევრი და ანუ აკეთებს ედიტებს ოღონდ სასწავლო ედიტებს აკეთებს რა აი მართლა ძალიან მაგარი ედიტებს და მაგარი სკილები აქვს ედიტში მაგრამ სულ ვეუბნები მეთქი არ მჭირდება ეხა აქ რო შენი სასწავლო ედიტინგი ეს ხო TikTok ვიდეო არა სადაც აი 5 წამიანი ვიდეო რაღაც ისე უნდა აწყო ეს არის აი იმენა 1 წუთია ვიდეოს გასხოთ აქ არის მთელი საათი შეიძლება იყოს და ეგეთი ვიდეოს მქონე მაგალითად ჭადრაკის ჩემი ვიდეო არის 1 საათიანი საათი და რაღაცა ну ეგ ძირთადად ჩემი ისა და მანდ მონტაჟი არაფერში არა მაგრამ ანუ ხომ მიხდი ის თქვენ და ძალიან დიდი ვიდეოებია და მანდ არ მჭირდება ეგ და საერთოდ 40 წუთიანი ვიდეო აი გადაღებული 40 წუთი კი არა მეტი 40 წუთი და რაღაცა იყო მოკლედ ვიდეოს ხანგრძლივობა Minecraft-ის ვიდეო და ტიპმა 16 წუთამდე თუ რაღაცამდე დაიყვანა ვიდეოს ხანგრძლივობა აჩქარა ამოჭრა მუსიკა დაადო ისეთი მონტაჟი გაუკეთა რომ აი კი ეთყობოდა რომ დამონტაჟებული იყო და მაგაც ხშადობდნენ რომ მეთქი გასაგებია კარგია მონტაჟი მაგრამ ანუ არ უნდა დაიკარგოს ამ მონტაჟში ძირეული ისინი რა ზედმეტი მონტაჟი არაა საჭირო ანუ მაგალითად ეხა 5 ნაბიჯის მონტაჟი არაა საჭირო ხა თუ მაგალითად ვლოგში ვარ და 5 ნაბიჯი გადავდგი წინ აი ამ 5 ნაბიჯს დამოჭრა არაა საჭირო იმიტომ რომ აი თუ 5 ნაბიჯს ჭრი და რამდენიმე წამე მონაკვეთს რაღაცის გამო აი ეს ხო რაღაცა რა და მაგაზე გვაქვს ხოლმე მე და ჩემს ედიტორს მოგეთ მე გვერ ბევრი ვისაუბრე ედიტორზე და დარწმუნებული ვარ ამის დამონტაჟებაც მაგას მოუწევს ხო და ალბათ გულში მაგრად მაგინებს და თუ მაგინებ გულში ისოდე ჩემზე დავგი შემკინებლის ხო მეგობარო ვიცნობ შენ შედითავს ხომ იცი მართლა ძალიან ისეთი არამგვარი გულში გაგინებდეს ხო იცი ძალიან უყვარხარ მეც რომ მიყვარს მაგაშია საქმე თორე რომ არ მიყვარდეს ეგეთი ედიტორი ჯათმია რომელიც ერთი თვის შემდეგ აედიტებს ვიდეოს ანუ ეგეთი ედიტორს მირჩევნია რომ მე თვითონ დავაედიტო ისე ვიდეოები იმიტომ რომ ძალიან მიგვიანებს რა მაგრამ მართლა ძალიან მიყვარს და არ მინდა რომ სხვა ედიტორი ავიყვანო თორე ძალიან ცუდად გამოვა მე მაგასთან ხო ხდები შენ თვითონაც და ამის გამოა რომ ამდენი ხანი ნერვებს მიშლის და ეს ჩემი ვლოგი ჯერ კიდე არ დაედიტებულა კარგი მეგობარო ну ახლა სამწუხაროდ ასლამომიწევს მინდოდა ეს პოდკასტი უფრო დიდი ხანი გამოსულიყო და დამეტი ხანი გვესაუბრა მაგრამ ხო ხდები ძალიან ბევრი საქმეები მაქვს და ახლა უცებ ისე მოხდა რომ ასლამომიწევს და მაყურებლებსაც სამსმელებსაც ვემშვიდობები და შენც ნუ შევხვიანდეთ რა მოგვიანებით და
ისე თუ გინდა შემიძლია რომ შემდეგ პოდკასტშიც მოვიდეოთ ხვალ არ მაწყობს ზეგ უნდა ისე იყოს შემდეგ პოდკასტი თუ გინდა ჩავზეროთ ოღონდ ახლა წავიდე კარგია რა პრობლემა ხა მეც სხვა ზეგ მაწყობს მაგრამ იგი ჩემზე არ დამოკიდებული მაყურებლებს თუ მოუნდებათ თუ მართლა იქნება გამოხმაურება მაშინ ბაზარი არა კიდე ერთი პოდკასტ ჩაწერა ღირს მაგრამ თუ ახლა გამოხმაურება არ იქნება მაშინ რა გვინდა მართალი ხარ კარგი ნუ შევხვდით და რა პრობლემა კარგი ნუ გემშვიდობები მაშინ მემშვიდობები ჩემს მესაც თუ მოიწონებათ ესეთი პოდკასტი მე უკვე შემიძლია სხვა სტუმრებთან ერთადაც ვისაუბრო უფრო საინტერესო სტუმრებთან ერთად და აი ბევრად უფრო მასშტაბური მებზეც გავიდეთ. უბრალოდ ეს არის საცდელი და გადაწყვეტილება ჩემს მეგობართან ერთად გამიკეთებინა ბარემ. პირველი საცდელი პოდკასტი. ერთი წუთი მეგობრებო, რას ნიშნავს უფრო საინტერესო? სთან ერთად, ანუ მე არ ვარ საინტერესო თუ ვერ გავიქე. ნუ ალბათ ვერ გაიგე უფრო ეგ თორე ხა შენ როგორ არ ხარ საინტერესო შენ ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ ზოგადად საინტერესო პიროვნება ხარ უბრალოდ აი იმდენად დაკავებული ხარ და საქმიანი ხარ რომ უკეთ დიდხნიან პოდკასტი შეწერი შენთან არ გამოწე მე მჭირდება რომ აი ვინმე მაგარ ტიპთან ერთად შევშეგულე ჩავწეროთ რა მაგარ პოდკასტი ანუ შენ თუ არ გეწყნები კარგი მოგეთ ვებშტობს მენელსაც მე მინდა შენ ჩვენებურად ესპანურად Sí, ესპანიალ ვისაუბროთ როგორც საჭიროა რა და ბარემ გაგაცლებ და დავშვიდობებით ყველას რა მოგეთ გემშვიდობებით